Აბადღევანდელი დილაც იწყება რა ვიყიდეთი. ეს ძალიან გემრიელი. არ ვიცი საერთოდ საიდან მოვიდა. მაგია. რაღაც თურქულია მე მგონი. ძალიან გემრიელია, ღმერთს რამდენი მოუტანია. მეც მიყვარ ხარდედა იმას ასევე ბუენო მოუტანეს. ეს არის კორიდა საექიმო. ეს არის პური. ენე. განგენდიები და ეს კიდე პური ბალტიკა. იფხრის ეს არის ეს პური ვიცია. ესე იგი ხორბალი, პირველი ხარისხის, ჭვავი, ცეხვილი, აურად ცოტა პროცენტები წყალი, მარილი, ზეთშაქარი, საპორე რაღა არის, ვიტამინი საფუარი. 238 კალორია აქვს ამას და თეთრპურს. ნახეთ თეთრპურს. ესე იგი, ნახე, სად არის ხორბალი, წყალი, მარილი, შაქარი, საფუარი, გლუტენი. და ნახე, ამას აქვს 214 კალორია. ჯინია? I don't know, ვერ ვხედავ. დილამშვიდობის ახალ ხაბარობა ხართ, როგორ გსამდებით, როგორ გიკითხოთ. მოდი ახლა წავისვათ ეს კრემი ერთხელ უკვე წავისვი, ოღონდ დღისაა და საღამოს წავისვი მე. მაგრამ ხო წავისვი. სუნი მომწონს, ტექსტურა მომწონს, რავი ცუდი არ არის მე მგონი. შემდეგ ჯერზე უფრო ისე მიუდგები კრემების ყიდვას. დამიწერეთ აბა თქვენ როგორ კრემს ხმარობთ 35+ ასაკში. საერთოდ სახის რუტინა არანაირი მე არ მაქვს. ვაფშე. ხოდა ნელ-ნელა მინდა რომ რაღაცები გავაკეთო ჩემი კანისთვის, ასევე არ ვისვამ საერთოდ მზის განდამცავს და ეხლა რომ მზის განდამცავი არ წაისვა არ შეიძლება. ხოდა მოკლედ მინდა რომ რიგ საკითხებს მივუდგე მეტი ყურადღებით და მეტი სერიოზულობით ვიდრე ვუდგებოდი. ესეც არის საკუთარ თავის სიყვარული, საკუთარ თავზე ზრუნვა. რომ რაც შეგიძლია, ის გააკეთო, ხო? და ეს შემიძლია, რომ მაგალითად ელემენტარული კრემი წავისვათ ხეზე, თითქოს რა არის, არაფერი. Yes. კი. ანუ ერთი უბრალო ესა. მომენტი. კი, ახლა ვედე. 2 წუთი და всё. უბრალოდ 2 წუთი და მეტი არაფერი. და მაგასაც რომ არ აკეთებ შენი სახის კანისთვის. ну, რა თქმა უნდა, ის მარტო გარედან რაღაცების ღიბნა არ გიშველი, ცხადია. მაგრამ კომპლექსური უკვე რაღაცას ნიშნავს. მე დილას უკვე თქვენს გარეშე გენაცვალეთ, ყავა დავლიე. აი აქ საწოლში იმითი ეს ნესკაფე დავლიე. აუ იმას არ მიაღწია ყურადღება, რაღაცები ყრიაზე და დროს მიშლის. ესე იგი შემჩნევა ძალიან მომწონს ცარიელი ოთახი, სადაც არაფერი არ აწყვეტ და არაფერი არ ყრია. ხო და ყველაფერი უნდა გადავყარო. რამდენი ხანია მაგას გირმოვ, ხო? აი ეს ძალიან გემრიელია. ხო და რავი ძალიან მომწონს. აქ ქონია გასახსნელი, ახლა შევამჩნიე. 40 გრამია. ეს მივირთვი ნესკაფესთან ერთად. მომეწონა სხვათა ეგ ყავა. მაგვარიაციაში ყავა მომეწონა. ხო. ახლა მე და თქვენ წავიდეთ. წყალიც დავლიე, ახლა ერთი ჭიქა და კიდე მწყურია რატომღაც არ ვიცი რატო. პირველ რიგში დავლიოთ წყალი, მე წავიღოთ სხვა ტელეფონი და კომენტარებსაც გადავხედოთ. აი ეს ტელეფონი, ესე იგი ამ ტელეფონს უნდა შევცვალ ჩიხორი. ნახეთ, აი ეს ნახეთ რა მხელა, ხო და მიკროფონს რო უერთებ, გუშინ TikTok-ისთვის ჩავწერ 10 წუთიანი ვიდეო კვებით აშლობაზე, რომელსაც ხმა არ ქონდა. ანუ
მაგრამ გულმა დამარტყა. ხო და რა უნდა წავშალე, აბა რას ვიზავდი ახლა? ამ ხალხს უყურებ ხოლმე. YouTube-ზე მიყვარს. ერგიზეთში ცხოვრობს, 50 კილო დაიკლო და ესე იგი რა არის, წარმოიდგინეთ, ვინც წონას იკლებს, ხო? 50 კილო დაიკლო ინტერვალურით და აკრძალვებით, აი ფურს აჭამდა, ცომს აჭამდა, ტკბილს აჭამდა, ანუ რაც უყვარდა ძალიან რა. ხო და აი როგორც კი, ცოტათი აუშვებს, ანუ მისცემს თავს იმის უფლებას, რაც უყვარდა, ეგრევე სასწაულად იმატა. ანუ 10 კილო მოიმატა თუ 12, ეხა ბოლო ხანში. რატო? იმიტომ რომ უბრალოდ იმის ჭამა დაიწყო, რაც უყვარს. ან პომადა ხო არ წავიშოთ ხალხო. მოდი აბა მე რომ მიყვარდა ის პომადა წავიშოთ. ტუჩებიც გავიდიდი, აღარ ვისვამდი ხოლმე და ოღონდ სად არის არც ვიცი. ეს არის ტუჩებიც გავიდიდე, რაღაცნაირად ძალიან ამეტანი ჩანდა, მაგრამ ეხა თვითონ ჩამიცხრა ისა ტუჩები. ესე მეჩვენება. ცუდი რა არის, ჩემთან ნახეთ სანდვიჩის ფილერი. ხედავთ? აი. აქა ფილერი. და ზემოდან აღარ მეტყობა. გული მიგრძნობს. მომიწევს დავიშალო. და აღარაცოს გავიკეთო. აი ბუდეში. რატომ ხტი ხარ პატარა? პატარა, აჰა. ჩემი პატარა გოგო, მოჩი. ამოხტი მოჩი. ყოჩა, დიდიკო, ყოჩა. ვინმე მიკროფონზე შემოჭდა. ნელა, კაი. კაი პატარა, კაი ჩემი მამაზი, კაი. დილა მშვიდობისა. მეც ძალიან მიყვარ, ხა მიდი აბა ჩახტი? ახლა ჩახტომ არ უნდა. დავიდეთ აბა. ზენ წავიღოთ ესეც. და ესე დასადებიანად მიმყავხართ. დილა მშვიდობისაო. რა ლამაზად თენდები, აღარ მახსოვდა მიკროფონი რომ მიკეთია ხოლმე ხალხო აღარ მახსოვს და რო აუწევ ხოლმე ხმას და მერე გამახსენდება ხოლმე. რა ლამაზად თენდები. მოიც. ასე, დილა მშვიდობისა, ტკბილებო, კარგებო, ძვირფასებო და ჩემებო. აუ ეს უნდა ჩავაქრო, იმიტომ რომ ტვინს დუდუ. აჰა, მიგზავდი ჩემო პატარავ. და აუ ხა ეს ყავა მინდა თუ არა სიმართლე ვგითხრათ, მაგრამ მე მგონია რომ მინდა, ხვდებით? ამიტომ რადგან მგონია რომ მინდა, ვსვავთ. იქნებ რომ ის ჭამა მინდა. თუ ყავა მინდა. ეს ცხელია, ცხელზე დავდე ეს ჭიქა. თუ ყავა მინდა, არ ვიცი. არა, ყავა და თხილი მინდა ყველა ვარიანტში. ეს ყავა უკვე დავდე. ეს ყავა. ვაიმე ნინი, ვაიმე ნიუ.
წყალი გინდა სიცოცხლე. ეხლავე ჩემო სიყვარულო, ჩემო სიყვარულო, ჩემო ლამაზო, ჩემო ბაყაყო. კარგი იყო ეს? მოგეწონა? ევა მოც მიირთვა ეს. სიროკუნა. როგორ მიხარია, დამბრუნდა სიცოცხლის ხალისი. დამბრუნდა სურვილი, რომ აი მე და თქვენ ერთად დავატაროთ მთელი დღე, მთელი დრო და რა ვიცი. ძალიან მიხარია. ჩემი თავი დამბრუნდა თითქოს. ხოდა როგორ გაგიხარდება ეხლა ეგეთი ამბავი ადამიანს. ნუ ჩემო სიყვარულო, ჩემო ბაყაყუნა. ასე. და კიდე მინდოდა ხო? ყავას ვაკეთებდი ვაფშე და რა. ვაფშე და ნუ. ექვსი გრამი იყო შაქარი. და მიწის თხილი. ოცი გრამი. ძალიან მიყვარს კომბინაცია. გიზო. გიშტო. აბა, როგორ გძანდებით, როგორ ხართ, როგორ გიგითხოთ, როგორ დილა გაქვთ, როგორი ღამე გქონდათ, როგორი განწყობა გაქვთ და როგორ ხართ საერთოდ. ჩემო კარგებო, ძვირფასებო. გისურვებთ პოზიტიურ დღეს. ტატიანა, ნინი, ჩემი. ბატონო. ой, მე შემოგევლე, მიდი დაჯექიდე და მოვარ. ახლა მომივა ეს ყავა. მოდი ბიზო. მოდი ჩემო სიცოცხლე, მოდი. დაჯე მიდი, მოვალ ეხლავე. დაუწიოთ, მოვიდე. იქნება არ გამოვიდეს, ხა? გაკეთე? სუპერ გმირი ფიში, ყოჩა, ჩემო ჭკვიანო. ჩემო პეპელა ფიში. ვინმე, შენ შემოგევლე პეპელა ფიშიში. პეპელა ფიში. აი მე როგორ მიყვარს ეს ბავშვი, რატომ მიყვარს ეს პეპელა ფიშიო ხალხო. ყველაფერში რაღაცნაირი სილამაზეს ხედავს. ჩემი პეპელა ბავშვია ეს, всё. ახლა ვნახოთ აქ რა ხდება. აუ, აქ კაი უკვე შეიძლება დაჯდომა. არა, შიგნით მინდა და აქ რატო შეიძლება დაჯდომა, ვერ გავიგე. აგერ შიგნით დავლიოთ. თუ გარეთ მინდა. არა, მოდი აქ დავლიოთ. გადავწყვიტე, რომ ტურჩებსაც აღარ გავიდიდებ ხოლმე. არა, მარტო სხვა რაღაცებს არ გავიკეთებ, ტურჩებსაც აღარ გავიდიდებ ხოლმე. გადავწყვიტე. იმიტომ რომ უფრო მეტი რომ შევიშვა. იცით რა მოხდება? ის მოხდება, რომ ზემოთ და ქვემოთ დაიწყეს მიგრაცია. აუ, ის ტელეფონი იქ დამჩა. მე რა ბატანდრა ვარ, ღმერთო, აქედან წავიღე. იქ რო წამეკითხე კომენტარები და მე იქ დამრჩა. ნინი, ბატანდრა, ბატაძე, ბატაშვილი. აი
ბატანდრა ბატაძე ბატაშვილი. ასე. ტელეფონს ხარ დავაყენებ. ნახეთ. დადამ. გოხდათ, ლამაზად. შვენივრად, დიადათ. ვაიმე თხილი უნდა. აი მე რო ავიწონე ახლა ეს და ვითომ მე რო ვჭამ შენ რო უნდა გაჭამო შენ ცალკე წამოგიღო ხოლმე. ტატიანა, ჩემი ნერვოზის და პანიკური შეტევების ფონზე საშინელი უძილობა მაქვს. და ეს ვიდეო ღამის 4 საათზე აღმოაჩინე. ადრე მეგონა მე თქვენთან ერთად ვატარებ მთელი ეს დღეები. ძალიან კარგები ხართ ყველანიო. ხო, ეს ვიდეო გუში ღამე რო დავდე, იყო ვიდეო, აი რომელიც ანუ პატარა ფრაგმენტი, მე ხომ აქვს 3 ტელეფონი. ხო და? ახლა ვაკეთებ ხოლმე ვლოგს და შეიძლება მაგალითად მეორე ტელეფონში რაღაცა გადავიღე, მესამეში რაღაცა გადავიღე. გამომრჩა, არ ჩავსვი ეგ. მე გავიხდა ხანი კიდე და აი ესეთ ფრაგმენტები მიგროვდება ხოლმე რა, არო. ნაწილი იქ, აი ნაწილი იქ და გამომრჩა და მე მოვაგროვე ზღვაფე და ვაიმე, მოდი ბონი, ჩავარდა. გამოვიდა ვიდეო. ხო. მოდი. მოდი დედასთან მოდი. ჭამე აქ. ხო და მოგეთ აი ესეთი ამბავი. პანიკური შეტევები. თქვენ როგორ ფიქრობთ რა იწვევს პანიკურ შეტევებს? პანიკური შეტევები წარმოიქმნება მაშინ, როცა ორგანიზმი გაუცნობიერებლად რეაგირებს სტრესზე ისე, თითქოს საფრთხე აშკარად რეალურია, თუმცა რეალურად არ არსებობს ფიზიკური საფრთხე. ამას იწვევს ნერვული სისტემის გადატვირთვა და მძიმე ფსიქოლოგიური ფაქტორების კომბინაცია. ძირითადი მიზეზები: ქრონიკული სტრესი ან ტრავმა, სტრესული გარემო ან ბავშვობის ტრავმა ხშირად გვხვდება პაციენტების 70-90%-ში. მკაფიო ტრიგერები, ხალხმრავალი ადგილები, დახურული სივრცე, ხმაური. ამ დროს თავისი რეაგირების, გაქცევის, თქვენი რეაგირების, ტვინი რეაგირებს გაქცევის ან ბრძოლის რეჟიმით. გენეტიკა და მემკვიდრეობა, პანიკური აშლობა ხშირად გვხვდება ოჯახებში დაახლოებით 40-დან 50%-მდე შემთხვევაში ერთ-ერთი მშობელი მსგავსი დიაგნოზით არის. ვაუ! ნეიროქიმიური ბალანსი, სეროტონინი, ნორადრენალინი, GABA. კვლევები აჩვენებს, რომ პანიკის დროს სეროტონის დონე იკლებს, რაც იწვევს გადაჭარბებულ შიშსა და მოსალოდნელ გულისცემის აჩქარებას. პარადოქსული შიში. ადამიანი იწყებს შიშისგან თავის შიშს, რაც წრიულ მექანიზმს ქმნის და იწვევს განმეორებად შეტევებს. ანუ ეშინია, რომ შეეშინდება. ვაუ, რა საინტერესოა. კოფეინის, ნიკოტინის ან სხვა სტიმულანტების ჭარბი მოხმარება, მაგალითად, დიდი დოზით კოფეინი ასტიმულირებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გამოიწვიოს შეტევა, რამაც. ფიზიკური დაავადებები, მაგალითად, ჰიპერთირეოზი, გულის არითმია. პანიკური შეტევა არ არის სისუსტე, ეს არის ტვინის რეაქცია რეალურ ან წარმოსახვით საფრთხეზე, რომელიც იწვევს ფიზიოლოგიურ სიმპტომებს, საბედიეროდ სწორი მკურნალობით. 85-დან 90%-მდე პაციენტი აღწევს გაუმჯობესებას ან სრულ გამოჯამრთელებას. შეგვიძლია ჩამოწერო მაგალითად რა ისინი გაქვს, რა ქვია, სიმპტომები, ანუ პანიკური შეტევის. მე პანიკური შეტევა არ მქონია, უბრალოდ მქონდა 1-2 ოღონდ იმდენად მსუბუქი იყო, რომ რაც კი მივხვდია პანიკური შეტევა იყო. ანუ მაშინვე. და მე რო დავფიქრდი, მე მივხვდი. მაგრამ ეგ იყო იმ პერიოდებში, როცა ძალიან ცუდად ვიყავი. ყოველთვის იცის ადამიანმა ალბათ, რატომ არის ძალიან ცუდად და მთავარი არის ხოლმე, რომ მოიცად, პერეშ დააცრო იტყვი ეგ მომენტი. კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. მე ხარ გეუბნება ადამიანი, რომელსაც უამრავი ძალიან ღრმა დეპრესია გამოუვლია. ხათუნა, გიждები იკაზე, კარგი ადამიანია, სულ ყველანი კარგები ხართ ნინი, მადლობა ჩემო საყვარელო. მაკა, რა ლამაზი ხარ ნინიო, მადლობა ჩემო ძვირფასო. ლელა, აურა გემრიელა ჭამნინი მომშივდა. ღამის 2:30-ზე გიყურე, თან ჩემთვის საყვარელი საჭმელს, ჭადი, ყველაზე ძილი გამიქრა, გემრიელას მიირთვი ძვირფას, თვალზე ძილი გამიქრა. მე ეგ ესე იგი ეგ ვიდეო არის რავიროდინდელი, ეგ ფრაგმენტი. თამარ,
ვაიმე, ანუ ყოველ კვირას ხინკალს ვაკეთებ. ანუ ვერ მიხვდი ეგ, რაზე თქვა? რაზე თქვი? და მეკომენტარება. საყვარელი პატარა ევა, მანანა, ნინიგისური ბედნიერება შენს ოჯახთან ერთად. მადლობა ჩემო საყვარელო. ჰანდე. დღესაც მახსოვს 12 წლის რო ვიყავი და შენს ვიდეოებს უყურებდი. ორსულად რო იყავი, ერთი სული მქონდა, გაგეჩინა. რო გააჩინე, ისე მიხარდა, თითქოს ჩემს ოჯახს შეძინა პატარა. შესანიშნავი დედა ხარ და ამიტომ მყავს ასეთი მშვენიერი შვილები. მინდა რომ სულ ბედნიერს ხედავდე შენს ოჯახთან ერთად. ვლოცავ ევაკოს. აიმე ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. რა კარგი ხარ. ძალიან მიყვარს ახალი თაობა, აი უსამოდ მიყვარს ახალი თაობა და ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უბრალოდ ვერ ვიტან, როცა ადამიანები ამბობენ, ფამა ეს რა თაობა, ასე საუკეთესო თაობა. და საერთოდ მე ვაკვირდები, რომ ყველა შემდეგი თაობა წინაზე უკეთესია და ეს ევოლუციის ნაწილია. შეიძლება ჩვენ არ გვესმის მათი რაღაცეებში. მაგრამ ეს მამათა და შვილთა ის როდის იყო კონფლიქტი ხო როდიდან მოდის ანუ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ისინი არიან ცუდები ან ჩვენ არა ყოველწარი ხომ რაღაცა ერთმანეთს გაუგებრობა ანუ ეგ არ ნიშნავს რამეს ძალიან მიყვარს მე ეს თაობა ჩემი შვილების თაობა საყვარელი ნინი და ძალიან მიხარია რომ ბევრი ბავშვი არის რეალურად ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებ და ბევრი გოგო და სულ ვცდილობ ხოლმე რომ ისეთი გზავნილები ჩავდო ვიდეოში რომ აი რაც მე გამომადგებოდა და რომ ყოველდა ისეთი ადამიანი ვინც მეტყოდა პატარა რო ყოფილიყავი აი ის რაღაცებს ვცდილობ ხოლმე რომ გზავნილებად ჩავდო ხოლმე რომ გამოვადგეთ გოგონებს ძალიან ბედნიერი ვარ მადლობა ჩემო საყვარელო გუში ჩემო ნინი ჩემო საყვარელმა მაყურებელმა სკოლა დაამთავრა ბოლოს არ იქონდა ვნახე ვიდეო ფოტოები უბრალოდ გილოცავ ძვირფასო ყველას ვინც დაამთავრეთ სკოლა ან თქვენმა შვილმა ან თქვენმა დამ ან თქვენი ოჯახის წევრმა გილოცავთ წარმატებული ბედნიერი ჯანმრთელი მომავალი გქონოდეთ ლელუ რა საყვარელი ხარ მადლობა ნინი მიყვარხარ მე ძალიან მიყვარხარ ლელუ ძვირფასო თეო შემოგევლე ევი რა საყვარელი ხარ შენი გულწრფელი ემოციები თო ქარვასლაში რომ მივდიოდით ნინო რომელ ვაიგექში იყიდე გლდან იმოლშია მესამე სართულზე ვაიგიკის აუთლეტი გვეწვიეო ვაიმე რა საყვარელი ხარ იქ მუშაო მე ვიყიდე იქ თბილისი ცენტრალის ფილიალში ანუ აუთლეტში არ მიყიდია თბილისი ცენტრალში ვიყიდე ქარვასლაში რო აუთლეტია იქ მივდივარ ხოლმე მაგრამ ანუ არასოდეს არაფერი არ მომწონს ისეთი ახალმა შეიძლება უკვე გაყიდულია ყველაფერი კაი მე რომ მივდივარ არ ვიცი მაგრამ რავი ლელუ აუ რა მიკვირს იცი ნინი არ მოგწონს გაატარე ადამიანურ რატომ ლანძღავ მე მეცოდება უბრალოდ ყველას აქვს ბედნიერების უფლება ნამდვილად არ მოგწონს ყველაფერი ვერ მოგვეწყონება და არც უნდა მოგწონდეს შეიძლება არც ანუ შეიძლება ჩვენ არ გვექცმოდეს სხვისი ანუ ეს ნორმალურია შეიძლება სხვასთან ეს მოდეს ჩვენი შეიძლება ჩვენი აზრები სურვილები წარმოდგენები არ ემთხოვდეს მაგრამ ეს ყველაფერი ნორმალურია ანუ ეს არ არის რაღაცა ისეთი ჯამე პატარა ჯამე ეს არა რაღაცა ისეთი რა ვიცი მე it's okay ხელზე უნდა დავდო მაგრამ არა თავნა ლანძღონ თავნა უყურონ გეთანხმები აკაკად შეროპო ლელუ ბედნიერი დღეს საყვარელო ყველას ბედნიერი დღეს ვიფასებო ლელუ აქ ვინ მოგცა ერთმანეთის განჭის და განკითხვის უფლება უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს თუ სულ გვექნება თუ არა და გაანებონ თავი ხო აი 100% ან რო ამბობენ რომ ისა დახმარება ჭირდება რაღაც ანუ ძალით ვერავის ვერ დაეხმარები ძალით სიკეთეს ვერავის ვერ შეამთხოვ ხო ანუ რითიც შეგიძლია დაეხმარო შეგიძლია იმით დაეხმარო ანუ უბრალოდ რომ თუნდაც არ ლანძღვა ადამიანი ხო ეგეც დახმარებაა ადამიანი თუ მაშინაც კი თუ რაიმე პრობლემა აქვს თუ არავის სხვას არაფერს არ უშავებს და თვითონ სურვილი არ აქვს ძალით ანუ სპეციალისტებიც კი ვერავის დაეხმარებიან არა თუ ჩვენ უბრალოდ გამოლელები
ნინი დილა მშვიდობისა ჩემო გოგო ბულოცავ შენს ბებია სიმიოში დაბადების დღეს ნათელი და სანთელი მისულსო ჩემო საყვარელო გმიყვარ ხა ბოლოს არის ქონდა და აი ეს ბებიას დაბადების დღე მომილოზე როგორ მიყვარ შენი სული და გული როგორი კარგი გოგო ხარ დღეს ჩემ ბოლოს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი და დაიწყო შიში და შფოთვა ჩემში მეშინია სამსახურის დაწყების გამოძების გამო ახალი ადამიანების გამოჩენის მაგრამ თან ბედნიერი ვარ დავამთავრე ურთულესი პერიოდი და ურთიერთობები ამაზე ცალკე კომენტარს დაგიწერთ მე მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის და არა მარტო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ტკივნეული თემაა ჩემთვისაც და მინდა მაგაზე კომენტარი ხო შიშებზე აი ხა ამ ვიდეოს რომ მორჩები, უნდა გადავიღო მაგაზე ვიდეო. ახალის დაწყების შიშზე. ყველას გვაქვს, ყველა ასაკში, ყველა ეტაპზე. კიტო, ქრისტინე, როგორი სწორი მიდგომა გაქვს, ყველას მიმართ, ამიტომ მიყვარხარ და პატის გცემ. რაც შეეხება ქეთის უფალი გვეუბნება, ნუ შეუერთდები იმ ჯგუფს, ვინც ქვას ისვრის. მე არ ვაპირებ ქვები ვისროლო. ყველას თავის ცხოვრება აქვს. და თუ ედოსმე ქეთის გადავეყარე ჩავეხუტები და ვეწყი ყველა ოცნება აგისრულებს გობე მე როგორ ვინმეზე ლანძღვას ეგრევე მანგრევს მიჩვენია ავდგე და გავეცალო ეგეთ გარემოს ხო მეც შემილია ეგეთი რაღაცები მეც ძალიან სწორია მეც თუ კი ოდესმე სადმე შევხვდები პოზიტივს უსურვებ დადებითს უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ რატო არა აი რატო არა აი ვამბობენ რომ გიჟია და იმიტომ გაბედა არა მე ესე არ ფიქრობ უბრალოდ ჩვენ შეიძლება მე შენ ან ვინმეს არ გავს და უბრალოდ გაბედა უბრალოდ ადამიანია ჩარჩოს გარეშე ამაზე კაი რა არის ამაშევდა და იმაზე გადავიღოთ ვიდეო მოჩაბონი აღარ გვაქვს მეტი შევჭამოთ უკვე პატარაო ჩემ ბაჭია ეს მიყვარხართ ყველა და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერთ არხი და ახალ ვიდეოში გადმოდით